საავტორო უფლებების დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი. ერთ-ერთი უცხოურ მუსიკალურ საიტზე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ცნობილი ვიდეოკლიპია განთავსებული, რომელსაც სხვა მელოდია ადევს და მითითებული არ არის ანსამბლის სახელწოდებაც. რაც აპირებს ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელობა და რა კომენტარს აკეთებენ უწყებებში, რომლებიც საავტორო უფლებების დაცვაზე მუშაობენ. ლიზა ციციშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის რეპორტაჟს ამზადებს მოამბის მთავარი გამოშვებისთვის, მანამდე კი მოკლედ მოგვიყვება მისი სიუჟეტის შესახებ. ლიზა, პირველ რიგში როგორია ქართული მხარის პოზიცია? ქართული მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, ჩვენ დილიდან ვცდილობთ ამ დრომდე დაუკავშირდეთ ანსამბლ სუხიშვილების ხელმძღვანელობას, რომელიც ანსამბლთან ერთად ამ წუთებში გასტროლებზე იმყოფება, თუმცა ამ თემაზე ჩვენ ჩავწერეთ საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე აცხადებდა, რომ ეს ნამდვილად უხეში დარღვევაა და ის მზად არის კონსულტაციები გაუწიოს ანსამბლის ხელმძღვანელებს იმ შემთხვევაში, თუ მათ ეს კონსულტაციები დაჭირდებათ. ჩვენ დღის განმავლობაში ვცდილობდით ასევე დაგვედგინა რა მექანიზმები არსებობს ასეთი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ან იმ ადამიანმა, ვისი უფლებებიც ირღვევა და როგორია ამ კანონმდებლობა ამ შემთხვევაში. ჩვენ დღეს გავიხსენეთ კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ეხება ყვავილების ქვეყანას, რომელიც ცოტა ხნის წინ აიტვირთა სოციალურ ქსელში სომხური ჰიტი, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში, ზუსტად ამ მუსიკის მოტივებზე იყო შექმნილი. დღეს ჩვენ ჩავწერეთ ასევე ამ ნაწარმოების კომპოზიტორის შთამომავალი, რომელიც ამბობდა, რომ ნამდვილად მიმართა უწყებას და მას შემდეგ მიიღო საჯარო ბუდიში. ეს იყო კარგი მაგალითი სხვებისთვის, როგორ უნდა მოიქცენ ის ადამიანები, ვისი უფლებებიც ირღვევა. აი ამის გარკვევას ვცდილობთ დღეს ჩვენს რეპორტაჟში და რამდენად ხშირია უფლებების დარღვევა საქართველოში. ლიზა, ეხლა სამწუხაროდ ჩვენ მუსიკის ხმა არ გვესმის. ერთ-ერთი მეძობელი ქვეყნის მხრიდან იყო ბოლო პერიოდში გარდა ყვავილების ქვეყანისა რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებითაც კი აი მსგავსი განცხადებები სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ამ შემთხვევაში იყო რაიმე მაიდენტიფიცირებელი წარწერა ან მუსიკა თუ გეცნოთ, რომელი ქვეყანა იბრალებს ამჯერად საკუთარ თავზე? სავარაუდოდ ეს არის აზერბაიჯანული მუსიკალური საიტი, სადაც ეს ვიდეო რგოლი მოხდა. ეს არის საიმიჯო კლიპი, რომელიც ცნობილია იმით, რომ ამ კლიპში ანსამბლის მოცეკვავები კარგად ჩანან და ჩანან, რომ ისინი ცეკვავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა სამწუხაროდ არსად არ არის აღნიშნული, რომ ესენი არიან ქართველი მოცეკვავეები და მუსიკა მოტივებით გავს აზერბაიჯანულს. დიდი მადლობა, ეს იყო ლიზა ციციშვილი, მის სიუჟეტს თქვენ მოამბის მთავარ გამოშვებაში 20 საათზე ნახავთ.